ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ამომწურავი საჯარო პასუხი ოცნებას. ჯო ვილსონის კითხვაზე მარკო რუბიო პასუხობს, რომ საქართველოს ჩინეთსა და ირანთან კავშირებით ჩატარებული არჩევნები და სანქციების შესაძლო გვერდის ავლაში დახმარება შტატების შეშფოთების მიზეზია. რუბიოს თქმით, საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება სურს. მკითხეს, რა მოითხოვებოდა და ჩვენც ვუპასუხეთ, მივიღეთ პოზიტიური გამოხმაურება. სახელმწიფო მდივანი იმედს იტოვებს, რომ საქართველო არსებულ ტრაექტორიას შეიცვლის და შეძლებენ ურთიერთობების გაუმჯობესებას. ძებნაშველის თითქმის 24 საათიანი უწყვეტი სამუშაოები მტკვარში მდინარეში გადავარდნილი ავტომობილი და მისი 36 წლის მძღოლი ამ დრომდე ვერ იპოვეს. სამძებრო სამაშველო ოპერაციაში 100-ზე მეტი მაშველია ჩართული. მანქანა გალაქტიონის ხიდთან ახლოს გუშინ გვიან ღამით გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით მიზეზი უკნიდან ძლიერი შეჯახება იყო. უწყვეტი აქცია გაგრძელდება მინიმუმ მომდევნო შეხვედრამდე, აცხადებენ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები. კობახიძესთან მშობლების მომდევნო შეხვედრა ზეგ დაიგეგმა. 11 ევროპული ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეჩერებას ითხოვს. სახელმწიფოები ევროკომისიას რუსეთის მოქალაქეებზე შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესებისკენ მოუწოდებენ. შესაბამის წერილს ხელს ამ ქვეყნების შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ.